მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. მოგესალმებით, დიდი სიყვარულით აქედან მოკითხვებით და მოკლედ იმედია გესმით ჩემი ხმა, მოგიკითხავთ აქედან დიდი სიყვარულით. იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. და პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, ვინც ჩემი დიდი ხნის გამომწერები ხართ და უკვე მიცნობთ და ხშირად უყურებთ ჩემს ვიდეოებს, ჩემს გაშლებს. თქვენ ასე თუ ისე უკვე მიცნობთ და იცით ჩემი სტილი, ჩემი ამ ვიდეოების ფორმატი. და უდიდესი მადლობა თქვენ თბილი კომენტარებისთვის, ვინც ახლები ხართ და ეხლა შემოხვედით და რა დროც არ უნდა იყოს, სამყაროში დრო და სივრცე არ იცვლება. თქვენს მოგესალმებით, მადლობა და თუ მოგეწონებათ, დამილაიქეთ, უბრალოდ ენერგიების გაცვლა, გამოცვლა ხდება, თქვენთვის კარგია, იმიტომ რომ ჩემი არხიც განვითარდება, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს უყუროს, კომენტარსაც თუ მომწერთ და თუ მეტყვით რა გაშლები გინდათ კონკრეტულად რა კითხვებზე, კი ბატონო, შემომთავაზეთ და გავითვალისწინებთ და გაგიშლით. ეხლა უბრალოდ 2-3 სიტყვით გავაკეთებ შესავალს, ვიცი ბევრს არ მოგწონთ, მაგრამ მავალებენ. ესე ვიტყვი, ზემოდან მავალებენ. ხო, რთულ პერიოდში ვართ, ყველამ ვიცით, დიდი გარდაქმნა ხდება, ენერგიების დიდი შემოდინება ზემოდან, კოსმოსიდან. უყურებდით ალბათ ამ ბოლო რამოდენიმე ვიდეო ჩავწერე ჩემი საავტორო, ასე ვთქვათ. ეს არის აფირმაცია, მანიფესტაცია, მედიტაცია, როგორც გინდათ, ისე აღიქვით და დაუძახეთ. და რატომ გავაკეთე? პირველ რიგში, იმიტომ რომ დღეს ყველა სიტყვას ეძლევა ძალიან დიდი ძალა. ყველა სიტყვა დღეს არის სიხშირე, ნახე? და მე რო ეს, ასე ვთქვათ, დაპრაქტიკებული მაქვს, წლებია მუშაობ ამ სფეროში და თან გავიარე ძალიან დიდ და ისეთ არ მინდა ეხლა ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ ისეთ ადამიანებთან სწავლება, მეტაფიზიკური, კვანტური ფიზიკა, მეცნიერება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რაც ამ ყველაფერ ერთად, აი ამ სიტყვებში, ამ მელოდიაში, რაშიც არის ის აფირმაციები, ის სიტყვები დადებული, ხო? ჩემ ვიდეოებზეა საუბარი, რამოდენიმე ვიდეო მაქვს. ანუ ძალიან კარგია, რომ უბრალოდ მოусმინოთ, თუ გაიმეორებთ კიდე უკეთესი. რატო? ყოველდღიურად მადლიერება, ანუ ეს არის სიხშირე ხალხნო და ეს დაგეხმარებათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად გადახვიდეთ ამ ახალ მაღალ ვიბრაციებში, იმიტომ რომ ნახეთ, ძალიან გვიჭირს ყველას. ჩვენ მაინც ვართ ადამიანური ბუნების, ცხოველური ინსტინქტების გვაქვს. რა ვქნათ ახლა, ვაღიაროთ. გვინდა თუ არ გვინდა, საკვები გვჭირდება, სასმელი გვჭირდება, სიტყვაზე ვიწერ, ხო, ხორთ შესხმული ადამიანები ვართ. ჯერ არა ვართ, ახლა ანგელოზის დონეზე გასულები, ხო? და უსხეულო არსებები არა ვართ ჯერ. ეს ყველაფერი, ანუ მატერიალური გვჭირდება. მაგრამ რახან, აი ესე უცებ ხდება ეს ყველაფერი, ნახე, ყველაფერს დრო აქვს. ხო და ახლა მეცნიერების აზრით ძალიან დაჩქარებულია. სამეცნიერო კვლევით, სისტემით ეხლა რაც ხდება, ეს არის ძალიან დაჩქარებული პერიოდი ადამიანისთვის, ადამიანებისთვის, ამ დროში მცხოვრებლებისთვის, იმიტომ რომ ვერ ორგანიზმი ძალიან ბევრის ჯვარი გწერიათ ყველას და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. ვერ უძლებს, ეს არის არტერული წნევა, ეს არის თავბრუს ხვევა, ფიზიკურ დონეზე, ეს არის
უგუნებობა, ეს არის ძალის გამოცვლა, თითქოს ადგები დილიდან დაღლილი ხარ, უხასიათოდ ხარ, თითქოს აზრით აკარგა ყველაფერმა. ამ დროს ეხა არ გიჭირს ადამიანს ჯვარი გწერია, ყველაფერი გაქვს, ხო, საჭმელი, სასმელი, სახლი, არა ხარ ეხა ისეთ მდგომარეობაში, რომ ესე მე ვიცი განწყობას, ყველაფერზე მოქმედებს, ფსიქიკაზე განწყობაზე, ნერვებზე, თითქოს დგები, მთელი სხეული გაქვს ნაცემივით, ხო? უამრავი რამის თქმა შემიძლია, ხო? მე აღარ ვიძახი ძვლების ტკივილს, იგივე რადიკულიტია ეს თუ როგორც ეძახიან, ხო? წელის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი, კისრის ტკივილი, სახსრების ტკივილი. ყველაფერი ჩართულია, გულის ტკივილი, გულის აჩქარება, არითმია, ყველაფერი ჩართულია, იმიტომ რომ ეს ორგანიზმი ვერ ახერხებს, ნახეთ, ვერ ასწრებს. ნახეთ, ყველაფერს ხო უნდა ადაპტაცია, რომ ჩადიხარ სხვა ქვეყანაში. აკლიმატიზაცია ხო უნდა გაიარო, იმ დროს, იმ ჰავას, იმ სტრუქტურას შენ, რომელიც ხარ, თქვათ, მიჩვეული აქ ამ ჰავას, ამ დროს, ამ იმას, ხო, ერთი 7 დღე მაინც ხო გჭირდება მაქსიმუმ, 10 დღე. აკლიმატიზაცია სჭირდება, ხო? ეხლა მე ვიცი დიდ ქვეყანაში რომ მიდიხარ. მაგალითად საქართველოდან ამერიკაში ან ავსტრალიაში, სიტყვაზე ვიცი, გრენლანდიაში. ყინულოვან ანტარქტიდაში, სიტყვაზე ვიცი, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ხო? მაგრამ ეხლა წასვლა აღარ გჭირდება, ხარ აქ შეჩვეული ვითომ ამ ყოფას შენს და მაინც გემართება ესეთი რაღაცა და შენ თვითონ წამალიც კი არ შველის ხალხო, ნახეთ, კი, უნდა მიიღოთ, რა თქმა უნდა, ის წნევის დამწევი თუ დამარეგულირებელი, ის თავის ტკივილის, თქვათ, გამაყუჩები, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი რატო გიხსნით ამას, რომ ეს ყველაფერი კოსმოსიდან რომ მოდის და ეს ენერგეტიკულად ენერგიებზე, სიხშირეებზე აქვს საუბარი. და რა ხდება, ნახეთ, ასტრალურ დონეზე, ფაქის სივრცეში, ჩვენი, ხო? 3D, ესე ქვია ჩვენ განზომილებას, ეხლა სადაც ვართ, ხო? გადავიდა 4-ში, ხო? 4 და 5 შორის არის ძალიან პატარა, რო იტყვიან, 1 ნაბიჯი, ხო? ძალიან მალე გადავა 5-ში და 5 ეს არის უკვე უმაღლესი სიხშირე, ძალიან ისეთი სიხშირე, რაშიც ადამიანს მართლა ძალიან სუფთა უნდა იყო, გულწრფელი, და ეხა ესეთი ადამიანი მარტო წმინდანები მეგულება მე პირადად, ხო? არ არიან ფიზიკურად. იმიტომ რომ შენ ესე იგი მე-5 განზომილება ეს ნიშნავს იმას, რომ რა წუთში შენ უცებ დაფიქრდები, თქვათ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ხო, ნოტრ-დემ-დე-პარი და აღმოჩნდები იქ, ტელეპორტაცია ხდება. ესეთი რაღაცები მოხდება. მე არ ვიცი, რომ ხვალდაზე არა. მაგრამ მაკეთ მიდის სამყარო. მაკეთ მიდის, 10 წელიწადი ხა შეიძლება ვიღაცისთვის ბევრი იყოს, მაგრამ სამყაროსთვის და ამ ციკლური სიტუაციისთვის ცოტა. ხო და ამ დროს ხდება სასწაულები რა? ნახე, 4-დან 5-ში, ხო, ეს გაფაქიზებული, ეს სივრცეები, ეს სიხშირეები, ეს ყველაფერი, ხო? ხო, ერთმანეთში, ესე ნახეთ, რაღაცნაირად ედება, როგორ გითხრათ, რომ ჭანჭიკები, რომ რაღაცნაირად, რომ ტრიალებენ და რაღაც მომენტში თუნდაც საათის მექანიზმი ავიღოთ, ხო? ყველაფერი ხო ტრიალებს და საათი რომ თქვათ მექანიზმი, ხო, გინახიათ, წარმოდგენა ხო გაქვთ და რაღაცნაირად რომ მიედოს, ახლოს რომ მიედოს რაღაც მომენტში. ესეთი მომენტი რომ მოხდება, ნახეთ, ბიბლიაში არის ნათქვამი, რომ მკვდრებიც აღდგებიან, მკვდრები საფლავებიდან კი არ წამოყოფენ თავს და კი არ აღდგებიან, არამედ ჩვენ მათ ისინი, მკვდრები არ არიან, სული უკვდავია. ჩვენ მათ დავინახავთ ხალხნო
და ამას ვერ გაუძლებს ძალიან ბევრი. რატოა ეხლა შიზოფრენია და სიგიჟე? ანუ სერიოზულად ვიძახი ეხლა. შეიძლება გავიცინო ხო ამაზე. მაგრამ ქუჩაში რო გავდივარ, ხო, მე ხა არ ვიცახი გაჭირვებული იჯდეს იქ ადამიანი, ან ვიღაცას უჭირდეს და ანუ გაჭირვებისგან იყოს, თქვათ, ტვინარეული უკაცრავად და არა. კი, არიან გაჭირვებულებიც, მაგრამ ეხა ხშირ შემთხვევაში მე ვხედავ ნორმალურად ჩაცმულ და აბსოლუტურად ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელსაც არ უჭირთ, სასმელიც აქვთ, საჭმელიც აქვთ, რა ვიცი, რო შეხედავ, ნორმალურია, მაგრამ მე მათში უკვე ვხედავ ტვინარეულობას, გესმით? მე ეს უნარი მაქვს. ძალიან გასაკვირია შეიძლება სხვებისთვის, მაგრამ ბევრი ალბათ გამიგებს, სახეები, თვალები, ანუ ისინი უცნობები არიან აბსოლუტურად, მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ რომ ხვდებიან მასა ქუჩაში, ხო? უმრავლესობა არიან, აი, არ ვიცი როგორ, რა სიტყვა მოვარგო ამას. მე ამაზე მართლა ვფიქრობ და ვდარდობ, იმიტომ რომ მე კი ვიცი ეს რატომაც ხდება. ხო და ეს სიტუაცია რომ მოხდება და გაფაქისდება, წარმოიდგინეთ, და მოხდება აი ამ პარალელური, ასე ვთქვათ, აი ესე დავარქვათ, პარალელური ასტრალური, აი ამ ველების ერთმანეთთან შეერთება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა სადაც ვართ, ჩვენს ირგვლივ შეიძლება უამრავი პარალელური სამყაროებია, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. რატომ? მე ახლა მეცნიერულად გიხსნით ამას, იმიტომ რომ ჩვენი სიხშირე არის სხვა და იმათი სიხშირე არის სხვა და ეს სიხშირეები რო არის სხვა და სხვა, ამიტომ ჩვენ დაბალ სიხშირეზე ვართ, ისინი მაღალ სიხშირეზე არიან, იგივე ჩვენი მფარველები, ანგელოზები და ასევე ის სხვა ასტრალური არსებები, ხო ვიცით ვინც არიან, აღარ მინდა მათი სახელის თქმა, იმიტომ რომ ისინი არიან, ისინი ჩვენ გვხედავენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ. შეიძლება ვიგრძნოთ და ბევრს გქონიათ ესეთი შემთხვევა, ვიცი. სიზმარშიც რო გვესიზმრება, ისეც რო გრძნობთ, ანუ ეს არ არის შიზოფრენია, დამერწმუნეთ. გრძნობის მომენტში ეს თქვენ რო გაქვთ, ესეა ნამდვილად, მაგრამ ეხლა ბევრი შეიძლება არ აღიარებს და არ ამბობს, არის გიჟი არ ვეგონო ვიღაცას, არ არის ბატონო ეს სიგიჟე. ხო და აი ამ მომენტში, როცა ამ მეოთხე განზომილებიდან გადავდივართ მეხუთეში და ეს აი ესეთი რაღაცნაირად შეხება, რო იტყვიან თუ connects, როგორ დავარქვა, მოხდება, ამ დროს წარმოიდგინე იმ მომენტში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს როდის. ეს არავინ არ იცის. მაგრამ მალე მოხდება, მალე ამას ახლა ის არ უნდა, რა ქვია, საუკუნეები და 100 წლეულები, არა, მალე მოხდება. დავინახავთ, ანუ ჩვენ გარდაცვლილ, თქვათ, წინაპრებს, ახლობლებს. დავინახავთ რა. გესმით? ხო და მე ხა რატო ვიძახი ამას? რომ იყოთ მზად, მესმის, რომ ძალიან რთულია და ძნელია ხა ჩვეულებრივი ადამიანისთვის და არა მარტო მათ სხვა არსებებსაც და ხა ადამიანის გონება ამას ვერ გაუძლებს და იმიტომ რომ გაუძლოს ადამიანმა და არ მოხდეს ასე ვთქვათ ეპოქალური ჭკუიდან გადასვლა და შიზოფრენია, იმიტომ რომ შიშისგან შეიძლება გული გაუსკდეს, ბევრს ჯვარი წერია, ანუ ესეც კი არის აღწერილი, ნუ ახლა ბევრი რაღაცეებია ნათქვამი. და ამიტომ უნდა გახდეს ადამიანი სულიერი. ამისთვის, ანუ აი ეს ადაპტაციის პერიოდი და ეს ყველაფერი მოვლენები რაც ხდება მარტო საქართველოს არ ეხება, საერთოდ ქვეყანაში, ხო, მსოფლიოში. იმიტომ ხდება ამდენი ტკივილი, ამდენი დარდი, ამდენი ნეგატივი, ამდენი აი სად არის ახლა დაალაგებული სიტუაცია, რომელ ქვეყანაში, აბა გადახედეთ. კი, ახლა შეიძლება თქვენ თქვათ, რომ აი ხა ვინც საზღვარგარეთ ხართ, იქ ჭამსვავ რაღაცა, ანუ ეკონომიური მხრივ, ხო, მატერიალური იმის მხრივ, რომ რაღაც, მაგრამ ნახეთ ეგეც არ არის მარადიული, ანუ მაგ სისტემის შეცვლაც უნდა. საქმეც მაგაშია, რომ
ეს მატერიალური ეხლა რაც თქვენ გონიათ რომ თქვენ ხართ ეხლა იქ სადაც ხართ სხვა ქვეყანას გულისხმობ და არა საქართველოს სხვა ქვეყნებს გულისხმობ და სტაბილურობაა ეს არ არის ანუ ნუ გონიათ რომ ეს მარადიული იქნება ის სტაბილური სისტემა სხვა ქვეყნებს გულისხმობ ევროპის ქვეყნებს განსაკუთრებით შეიცვლება უნდათ ზუსტად ფინანსური აი ამ საბანკო და აი ამ ყველაფრის შეცვლა და რატომ? იმიტომ რომ უკვე ვეღარ აკონტროლებენ ამდენ არ ვიცი რას ნუ მოკლედ ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ ეს ადამიანების გაწმენდვა და დაცლა რო იტყვიან ხო გაცრა მე ესე უწოდე რაც მოაწყვეს და კიდე აქვთ მცდელობა რომ გააკეთონ იმიტომ რომ უფრო მეტად აკონტროლონ ის ადამიანები და ის სიტუაციები იმათ ვინც ჩაიგდეს ხელში დედამიწა და აიღეს მმართველობა ეს არის რამოდენიმე კლანური ოჯახი ეს არ არის მეტამორფოზა და არ არის რაღაცა ჩემი გამოგონილი ზღაპარი ან ლეგენდა ამაზე საუბრობენ უკვე აშკარად და ამბობენ უკვე მათ გვარებსაც ხო და ვიცით რომ ესენი არსებობენ არიან უბრალოდ არ ჩანან ყავთ ყველა ნაყიდი და მთელ მსოფლიოს მართავენ ესენი ხო და ამიტომ მათ ყველაზე კარგად იციან რომ უნდა მოხდეს და უკვე დაწყებულია და მიდის მოვლენები ზუსტად ახალ მაღალ ვიბრაციებში დედამიწის გადასვლა. ისინი არიან დაბალი სიხშირის დაბალი ვიბრაციის წარმომადგენლები. მათ იციან რომ ვერ გაუძლებენ, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ რომ შეინარჩუნონ ის მონოპოლია რაც აქვთ აღებული ზალაუფლება და არ დაკარგონ. ასევე ის რაღაც ხალხის ნაწილი ყავდეთ მომსახურე პერსონალი, ვინც მათ ემსახურება, იმიტომ რომ ხა კი კარგია როცა მსოფლიოს მმართველი ხარ, მაგრამ გჭირდება ხო მომსახურე პერსონალები და იმ სისტემაში ყველა რომ შენ ესე იგი შენი ადამიანი, ასე ვთქვათ, რაც ფაქტიურად ესეც არის, ყავთ. ამიტომ მათ იციან რომ როცა გაიღვიძებენ ადამიანები, ანუ ისინი ვინც გადავლენ და ეს მალე მოხდება. მათ უკვე კონტროლს დაკარგავენ ამ ადამიანებზე, ანუ აღარ შეეძლებათ იმათი კონტროლი, მანიპულირება. იმ ადამიანებს აღარ დაჭირდებათ ეს ფული, ეს ამდენია, ეს ყველაფერი, ანუ ისინი უკვე ისეთ სიხშირეზე და ისეთ ვიბრაციაზე იქნებიან, რომ მათთვის ანუ ეს მატერიალური აღარ იქნება რა საჭირო. იმ ადამიანებისთვის, ვინც გადავლენ. მაგრამ ვინც დარჩებიან სამწუხაროდ და ძალიან ბევრი რჩება, როგორც მე დღეს ვხედავ, თუნდაც საქართველოში. ისინი იქნებიან სულ ესე ტყიჟინაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზორებს, რო ჩავრთავთ იქ, რო ანუ გამოდიან და ყვირიან, წივიან, ატარებენ რაღაც სხვადასხვა არ ვიცი რა დავარქვა მათ სახელი და ასე გააგრძელებენ ისინი, ანუ რო ხდება ეს გადასვლა და გარდაქმნა, ამას თვითონ ისინიც ქვეცნობიერად გრძნობენ და ვერ ეგუებიან ეს მასა, თუნდაც ზომბი აპოკალიფსი დავარქვი მე მათ აღქმოიდების. ხო და ამას ანუ ვერ ეგუებიან, რომ როგორ ანუ ფულის ფინანსური მთელი სისტემა იცვლება, გადადის ციფრულზე და იქნება სულ აბსოლუტურად სხვა პირობები და ამას რა თქმა უნდა, ეხა ეგენი კი არა, ისინიც ვერ შეეგუებიან, ვისაც მილიონები აქვთ ბანკში, იმიტომ რომ ჯერ ისეთი წმინდა მამები, როგორიც იყო მამა პაისი, იცით ათონელი და ასევე ძალიან ბევრი და სხვები იმ საუკუნის ჯერ როდის წინასწარმეტყველებდნენ, რომ ანუ ბანკებს გათიშავენ ისე, რომ ვისაც ეხა მილიონები უდევთ, არ ეკნებათ და მოხდება აი ეს გენერალური ბანკის გათიშვა,
და ისინი იტყვიან, რომ ჩვენ არ ვიცით, დაიკარგა, გაქრა ეს ფული. ანუ ამას სპეციალურად გააკეთებენ, მოაწყობენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გადაიყვანონ ყველა ციფრულ ფულზე და თავისი კანონებით, თავისი კონტროლით, თავისი, მოკლედ, წესჩვეულებებით და ასე შემდეგ. ეს მოვლენები მიდის უკვე, გვინდა თუ არ გვინდა, ამას მოახდენენ, გესმით? მოახდენენ ამას. შევედით უკვე, გადავდგით ნაბიჯი და ვართ უკვე მაგ ეპოქაში. ხო და გადარჩება, რა თქმა უნდა, ის ნაწილი, ვინც იქნება სულიერი. ამიტომ მოვაყოლე ისევ ამ ყველაფერს უილიამ ატკინსონი იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში ესეთი მეცნიერი და დიდი ადამიანი, ვინც პირველმა ამოხსნა ეს სტრუქტურა. ანუ იყვნენ ადამიანები, ვინც უსწრებდნენ ეპოქებს და წერდნენ წერილები, მაგალითად, მომავალზე, ჩვენ დროზე, ხო? მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის ძალიან ბევრი და ფაქტიურად დღეს გვიხდება ის რომანები იქნება თუ პოემები იქნება თუ რაც აქვს დაწერილი, თუნდაც ჯიულ ვერნი გავიხსენოთ თავისი წყალქვეშა ნავით, დეტალურად აღწერა ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის ენერგო-საინფორმაციო სამყაროსეული ველი, რომელიც მოდის ზემოდან და კოლექტიურად ოღონდ, ეხლა ყველას არა, ყველას კი აქ რაღაც ჩართვები, მაგრამ აქ განსაკუთრებულად ესეთ ადამიანებს რა, როგორც იყო მარკ ტვენი, როგორც იყო ჟიულ ვერნი, როგორც იყო ჰაქსლი, როგორც იყო ჯორჯ ორუელი და აი ესეთი, ბევრი მოკლედ. აიზეკ აზიმოვი, მაგალითად მარადისობის დასასრული რო აქვს აღწერილი და პროგრამისტების მე რობოტი და აი ესეთი, საინტერესო პოემები. ასევე ძმების სტრუგაცკები, 5 ჯეზი აქვს დაწერილი, ისინი მეცნიერებიც იყვნენ. ხო და მოკლედ საქმე იმაშია, რომ სიტყვას ეძლევა ძალა, იმიტომ რომ გადავდივართ ამ მაღალ ვიბრაციებში, მაღალ ენერგიებში. ამიტომ ის სიტყვები, ის ფორმულირება, ის ყოველი ჩვენი წარმოთქმული, სიხშირე, სიტყვა, ძალა აქვს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ნახეთ, ამასაც ცოდნა უნდა. და ის ვიდეოები, რაც მე დავდე, რატომ დავდე, რომ ყველამ რაღაცნაირად ან მოусმინეთ, ან თქვენს გაიმეორეთ, რომ შევიდეს თქვენს ქვეცნობიერში, რომ თქვენი ყველა სისხლის უჯრედი არის ცოცხალი. და მოხდეს ქვეცნობიერად, აი რაღაცნაირად ეს ვიბრაცია, შემოვიდეს ეს ვიბრაცია, ეს სიხშირე, ეს ენერგია, რომ ნელ-ნელა რაღაცნაირად გადახვიდეთ, აი ზღვაში წვეთიო, ხო? წვეთად რო იწვიან ესე, იმიტომ რომ ძნელია ეხლა ესეთ სიტუაციაში იყო სულ დადებით განწყობაზე. ვერ იქნები, ხო? ელემენტალურად ჩართავ ტელევიზორს და გული გაგისკდება, ხო? ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ამიტომ კონცენტრირდით იმაზე, რაც მოგწონთ, იმაზე, რაც გიყვართ. ის საქმე აკეთეთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება, თქვენ განწყობას, რაც ამაღლებს, დაუკარით, იმღერეთ, იცეკვეთ, არ ვიცი, აი ხელოვნებაში უნდა გადაერთო თან რა, გამოაცხო, რაღაც აი ესეთი სიტუაციები შეიქმნა, იმიტომ რომ მართლა ესეთ რთულ პერიოდში გადავდივართ და ეხლა უკვე 23 წუთია ვლაპარაკობ, ვიდეოც გამიგრძელდა, ეს უბრალოდ იყო ჩემი ასე ვთქვათ მოწოდება და თხოვნა, რა ვიცი, ვისაც გინდათ, გაითვალისწინებთ, ვისაც არა და ნება თქვენია, მე ყველას გისურვებთ, რომ გადახვიდეთ, რომ დამშვიდეთ, რომ მართლა ჰარმონიაში იცხოვროთ, იმიტომ რომ ნახეთ, დაირღვა, რა დაირღვა გეტყვით, დაირღვა სამყაროს კანონი, დაირღვა ის ზომიერება და ის კანონზომიერება და ის ბალანსი, რაც იყო საუკუნეების განმავლობაში და ესე მიდიოდა დედამიწა. ძალიან დიდი დარღვევაა. ასევე მოხდა ის, რომ ვთქვათ, იგივე სხვა განზომილებების, აი ეს ერთმანეთთან შეჯახება, ახლა არ ვიცი, როგორ ავხსნა ეს და როგორ გაიგებთ თქვენ, მაგრამ ეს ფაქტიც არის.
აი ეს არსებები, ის რაღაცნაირი ისინი მცენარეები, ცხოველები აღმოაჩინეს უკვე რა, რომ ვინც აი რაღაც წლების განმავლობაში რომ ისინი იყვნენ, რა ქვია, დედამიწიდან ასე ვთქვათ, გადაშენებულები უკვე აი ხედავენ ესეთი თევზია, ხედავენ ესეთი ის არის ცხოველი, ანუ ვერ ხვდებიან რატო. რატო და იმიტომ რომ უკვე სხვა დედამიწა უკვე სხვა ვიბრაციაზე, სხვა სიხშირეებზე მიდის, კონტინენტების ცვლა მიდის. დედამიწა არის ცოცხალი პლანეტა. წარმოვიდგინეთ, ყველაფერი ცოცხალია აქ. ყველაფერი აბსოლუტურად. ხო და ის ამდენი ხანი რომ იყვნენ ეს ვინც შემოეჭრენ ანუ ჩვენს დედამიწას პლანეტას და ასე ვთქვათ დაიპატრონეს და გახდნენ აქ ისინი ანუ იმათი წასვლის დრო მოვიდა ისინი ვეღარ გაძლებენ მაღალ სიხშირეზე გადასვლას დაბალი სტრუქტურები ვერ გაუძლებენ ინფერნოები ვერ გაუძლებენ და აი ნახეთ რაც უფრო მეტი ადამიანი ილოცებს, იმედიტირებს, აფირმაციებს იტყვის, მანიფესტაცია გაჟღერება გულით, რომ მშვიდობა იყოს, რომ ყველა კარგად იყოს, რომ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, სამყარო, ანუ თქვენი სიტყვებით უნდა თქვათ. ნელ-ნელა ერთ ადამიანს შეუძლია თავისი ესეთი ენერგიით, რომელიც მოდის ნელ-ნელა ირთვება ამ სიტყვებთან ერთად, ეს სიხშირე გადასცეს მის ირგვლივ მყოფ ყველას, არსებებს, უხილავად ხდება ეს თქვენს ახლობლებს და ანუ ეს დადებითი ენერგია, ეს მუხტი რაღაცნაირად გაიფანტოს და ის ნეგატივი, აი რაც იყო ხო, რაღაცა აი წამოსული და არის ფაქტია, რაღაცნაირად რომ გავფანტოთ, ანუ რაც უფრო მეტი იტყვის კარგს, გესმის მადლიერებას, ანუ ამიტომ არის, მაშინ რა აზრი აქვს ლოცვას, რა აზრი აქვს, ანუ აზრი ეკარგება, აბა დაუკვირდით, რატო ლოცულობენ, რატო მიდიან მონასტერში, რომ მარტო ილოცონ, ეს არ არის პატარა საქმე, ხო? თუ არა აქვს აზრი ლოცვას, მაშინ რა აზრი აქვს, სიტყვაზე ვიძახი, იმიტომ რომ სიტყვა იყო, პირველი სიტყვა იყო, ანუ ღმერთიდან. სიტყვით შექმნა ღმერთმა სამყარო და ზუსტად ლოცვას, ზუსტად ჩვენ აფირმაციებს, ჩვენს გაჟღერებულ დადებითს და ლოცვას ამ ყველაფერს ეძლევა აზრი, იმიტომ რომ ეს მოქმედებს, მატერიალიზდება და დაიჯერეთ ეს და გააცნობიერეთ და ილოცეთ, რომ დედამიწა იყოს ჰარმონიაში და ისევ დაიბრუნოს ის ზომიერება და ის ბალანსი, რომ ისევ გაგრძელდეს ცხოვრება. აბა მოკლედ გრძელი ვიდეო გამომივიდა, ვეღარ გავშალე ვერაფერი, მაგრამ იყოს შემდეგში გავაკეთებ გაშლას. აბა თქვენ იცით და დაფიქრდით, მე მგონი გადმოვეცი, რაც მინდოდა აზრი, რაც მაწუხებდა, იმიტომ რომ ბევრმა უნდა ვილოცოთ და ბევრმა უნდა გავაჟღეროთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს ირგვლივ ჩვენი საყვარელი ადამიანები გადავარჩინოთ და ეს ჩვენი ენერგია დადებითი, აი ესე რაღაცნაირად მივაწოდოთ, ხო? გავუშვათ, იმიტომ რომ არსებობს, დაიჯერეთ, ეს არ არის ის რაღაცა მოგონილი, ანუ ეს არის ფაქტი, რომლითაც დღეს საუბრობს დღევანდელი მეცნიერები და ეს არის უკვე ყველანაირად დამოწმებული თან, რომ წყალს აქვს მეხსიერება, რომ ჩვენ სიტყვას აქვს ძალა, რომ ჩვენ ფიქრსაც კი ძალა აქვს და მით უმეტეს თუ ჩვენ ამას ხმამაღლა ვიტყვით და გამოვცემთ და გავაჟღერებთ მთელი გულით და ჩვენს გრძნობას ჩავდებთ, ის აუცილებლად თავის ანუ იქ, სადაც საჭიროა, მივა. არ იკარგება არც ერთი სიტყვა თქმული. და აბა თქვენ იცით. წარმატება თქვენ და მშვიდობა.